გამარჯობა, ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. ოთარ ფარცხალაძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. ბრალდების მხარე ფარცხალაძისთვის დაუსწრებლად წინასწარ პატიმრობას ითხოვს. ამავდროულად ფარცხალაძეზე საერთაშორისო ძებნა ცხადდება. ყოფილი მთავარი პროკურორის საგამოძიებო უწყებამ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად გუშინ დაასახელა. უწყების განცხადებით სწორედ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც მიმდინარე წლის მარტში თბილისის ცენტრში ბიზნესმენის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა ჩაიდინა. შეგახსენებთ, უშუალოდ მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს ყოფილ სპეცრაზმელს გელა უძილავს. საქმეში ფიგურირებს კიდევ რამდენიმე პერიოდი. თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი ნანა გოგატაძე და ის შემოერთდება ახლა კურიერის ეთერს. ნანა, გისმენთ. ამ წუთებში მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთარ ფარცხალაძის სასამართლო პროცესი. მსაჯული ეკა ბარბაქაძე მსჯელობს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით. უკვე მოვისმინეთ სახელმწიფო ბრალდების პოზიცია, რომელმაც შუამდგომლობის სახით ფარცხალაძის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა, დაუსწრებლად პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, ვინაიდან ვიცით, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესს თავად ფარცხალაძე არ ესწრება, ვინაიდან პროკურორის და პროკურატურის ინფორმაციით ყოფილმა მაღალჩინოსანმა საქართველოს საზღვარი 2025 წლის ივნისში დატოვა. შუამდგომლობას არ ეთანხმება დაცვის მხარე, უფლებადამცველის განმარტებით 32 ტომიან საქმეში არ არსებობს არანაირი პირდაპირი მტკიცებულება ფარცხალაძის წინააღმდეგ. გამოძიება კი ყოფილ მაღალჩინოსანს, ყოფილ გენერალურ პროკურორს ედავება განზრახ მკვლელობის ორგანიზებას. ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული ასეულობით მტკიცებულება, რომელმაც საბოლოო ჯამში დაადგინა აღნიშნულ საქმეში ოთარ რომანოვ ფარცხალაძის ბრალეულობის საკითხი. ბრალდების მხარე, რა თქმა უნდა, ის შუამდგომლებს სასამართლოს წინაშე ბრალდებულ ოთარ რომანოვ ფარცხალაძის მიმართ გამოყენებული იქნეს აღკვეთი ღონისძიება, პატიმრობა, ვინაიდან ამის სრული საფუძველი არსებობს, როგორც მიმალვის საფრთხე, ასევე ახალდანაშაულის ჩადენის საფრთხე და მტკიცებულების განადგურების საფრთხე. რაც შეეხება კონკრეტულ მტკიცებულებებს, რასაკვირველია მოწმეთა ჩვენებები, დაემატა კიდე დამატებითი მოწმეები, რომლებიც ერთობლიობაში ასაბუთებენ იმ გარემოებას, რომ ლევან ჯანგველაძე საფრთხეს გრძნობდა უშუალოდ ოთარ რომანოვ ფარცხალაძის და ძმებ მიქაძეებიდან და მას ჰქონდა გარკვეული მოლოდინები, რადგან ის იყო მას ჰქონდა გარკვეული უთანხმოება ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით. გამოძიების პირობებში მოპოვებული მტკიცებულებები ერთობლიობაში ასაბუთებს ყველა ბრალდებული ბრალეულობას. მათ შორის ერთი ბრალდებული უკვე მისჯილია და მას უვადო თავისუფლების საკუთარ განმარტებას. არც ერთი პირდაპირი ჩვენება, პირდაპირი მოწმის ჩვენება, რომელზეც ბრალდების მხარე ასე ხშირად აპელირებს, პირდაპირი მტკიცებულება, პირდაპირი მოწმის ჩვენება, პირდაპირი ინფორმაცია, რომელიც ოთარის რაიმე სახის შემხევლობას თუ ბრალეულობას დაადასტურებს, საქმეში ფიზიკურად არ არსებობს. მტკიცებულებები ამ ადამიანის მიმართ ფიზიკურად კი არა, ბუნებაში არ არსებობს. მხოლოდ არის ირიბი მტკიცებულება, რომელიც საკმარისი არ არის ბრალის წარსადგენადაც კი. გამოძიების ინფორმაციით სწორედ ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც დაგეგმა ბიზნესმენის ლევან ჯანგველაძის მკვლელობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყოფილ მაღალჩინოსანს, ყოფილ გენერალურ პროკურორს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. მადლობა ნანა, თბილისის საქალაქო სასამართლოდან გვერდებოდა ნანა გოგატაძე. დიდ თავლობა დასავლეთ საქართველოში. ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. ალპანად-საგერის საავტომობილო გზის ორბელის უღელტეხილზე და ოფიტარა-ლენტეხის მონაკვეთზე ზვავ საშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება. აჭარის რეგიონის მაღალი ზონის სოფლებში კი თოვის საფარი ერთმეტს აჭარბებს. ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. უკვე შეიქმნა საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი. ხულოს მუნიციპალიტეტში უკვე მეორე დღეა ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში მეტნახევარს გადააჭარბა, ხოლო დაბასა და მიმდებარე სოფლებში 1 მეტრია. მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისათვის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის მიმართულებით გზების გაწმენდა დაწყებულია. ასევე დაბახულოში ყველა სტრატეგიულ ობიექტთან მისასვლელი გზა გაწმენდილია.
ამ დრომდე ინტენსიურად თოვს იმერეთში წმინდება როგორც ცენტრალური, ისე შიდა საუბნო გზები. რაც შეეხება სამეგრელოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ინფორმაციით, ზუგდიდის 8 სოფელში ელექტრომომარაგება აღდგა. ქალაქის ცენტრალური გზები და სოფლებამდე მისასვლელი გზები გაწმენდილია. მუშაობს 22 ერთეულის სპეცტექნიკა. ინტენსიურად ჩატარებული სამუშაოების შედეგად 8 სოფელში აღვადგინეთ ელექტრომომარაგება, დარჩენილი გვაქვს 14 სოფელი, რომელზეც მუშაობს 19 პროფესიონალი ჯგუფი და დღის განმავლობაში უკვე მთელი ზუგდიდის სოფლები იქნება ელექტრომომარაგებული. რაც შეეხება თოვლისაფარისგან გზების და ცენტრალური ქუჩების გაწმენდას, მთელი ზუგდიდის მასშტაბით გაწმენდილი გვაქვს ყველა ცენტრალური გზა, აღდგენილია სატრანსპორტო მოძრაობები და დარჩენილი გვაქვს შიდა საუბნო ქუჩები. ძლიერმა თოვამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ამ დროისთვის ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება იმერეთსა და სამეგრელოში სოფლების უმეტესობას. ენერგოპრო ჯორჯიას ინფორმაციით უამინდობამ საკმაოდ დიდი რაოდენობის ავარია გამოიწვია ელექტროენერგიის როგორც მაღალი, ისე დაბალი ძაბვის ქსელებში. ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. თითოეულობა სამეგრელოს რეგიონში გამოიწვია ავარიები, ძირითადად დაზიანებული არის მაღალი საშუალო და დაბალი ძაბვის სადენები, რაც თავისთავად გამოიწვია ხელმცენარეების წაქცევამ. ავარიული გამორთვებიდან პირველივე წუთიდან მობილიზებული არის ენერგოპროს ბრიგადები, დაახმარე ბრიგადები ჩამოსული არის აღმოსავლეთ საქართველოსდან და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. რაჭალი, ჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის 4-ვე მუნიციპალიტეტებში დიდ თოვლობამ გარკვეული სახის შეფერხებები შექმნა. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან გზის გაწმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია რეგიონის 2 მუნიციპალიტეტში, ცაგერსა და ლენტეხში. ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია ამბროლაურისა და ონის მხოლოდ ქალაქის ნაწილში რჩება სოფლები, სადაც აქტიურად მუშაობენ ჯგუფები. ელექტროენერგიის მიმართულებით ცაგერსა და ლენტეხში სრულად შეიქმნა გარკვეული შეფერხებები, ამბროლაურსა და ონში გარკვეული ნაწილი ჩართულია. დილიდან მობილიზებული გვყავს ტექნიკა, სადაც დავიწყეთ სოფლების ინტენსიური წმენდა. ვფიქრობთ, დღის მეორე ნახევარში სრულად გავხსნით ყველა სოფელს და გზა მიმავალი იქნება. შქმერისა და ნაქერალას მიმართულებით გზა ჩაკეტილია. ალპანა-ქუთაისის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელია. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 9 პირი. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. შრეკისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის ალფა-პვპ, მეთადონი, გამომშრალი მარიხუანა და მცენარე კანაფი. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 63 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მათ შორის არიან თურქეთის, ინდოეთის, ჩინეთის, რუსეთის, ნიგერიის, თურქმენეთის, იორდანიის, ერაყის, პაკისტანის, ეგვიპტის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის და სუდანის მოქალაქეები. გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. მიმდინარე წელს საქართველოდან გაძევებულია სულ 1302 პირი. როგორ უნდა დარეგულირდეს ქვეყანაში პროდუქტებზე ფასები. მმართველი გუნდი არ გამორიცხავს სისხლის სამართლის კოდექსში წინა ხელისუფლების დროს ამოღებული ანტიმონოპოლიური მუხლების დაბრუნებას. თემაზე მსჯელობას საკანონმდებლო ორგანო საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე დაიწყებს. სურსათის ფასებზე იგეგმება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაც. გაზრდილია თუ არა ხელოვნურად ქვეყანაში პროდუქტების ღირებულება. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ სავარაუდო კარტელების აღმოჩენის შემთხვევაში სახელმწიფოს რეაგირება მკაცრი იქნება. მთელი ეს პროცესი უნდა ემსახურებოდეს ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს და არა კონკრეტული ბიზნეს დაჯგუფებების ინტერესების გაძლიერებას თუ კორუფციული ინტერესების გაძლიერებას. ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა არის, დაგვიანებული, თუმცა მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა ჩვენი პოლიტიკური ძალა ნებისმიერ ამ ინიციატივის კონტექსტში ნებისმიერ აქტივობაში ჩავერთვებით, ეს იქნება კომისია თუ სხვა ნებისმიერ პლატფორმა.
სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს მოსახლეობის კეთილდღეობა და ამ კეთილდღეობაში არის მთავარი პრინციპი, რომ ფასები, სასურსათო ფასები იყოს ადეკვატური. სწორედ ამ მიზნით პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მოხდება ერთი, რომ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის გადახედვა და ასევე მოუწოდა პარლამენტს, რომ შეიქმნას კომისია, რომელიც იმუშავებს იმ ძირითად საკითხებზე, რაც დაკავშირებულია მიზნობრივ თუ არასასურველ ასე ვთქვათ, ფასნამატის წარმოებაზე და იქნება ადეკვატური ფასები საქართველოში იმისათვის, რომ მოსახლეობას პირველ რიგში კონდეს ადგილზე წარმოების შესაძლებლობა და ასევე კონდეს ადგილზე ადეკვატურ ფასში პროდუქტების შეძენის შესაძლებლობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მთავრობის მეთაურმა დიპლომატს საქართველოში გაწეული საქმიანობისა და ორმხრივი ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღენიშნა, რომ საქართველო ერთგულად უჭერს მხარს ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ძალიან გაბრაზდა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ნოვგოროდში საკუთარ რეზიდენციაზე უკრაინული დრონების იერიშების შესახებ მოუყვა. ფაქტს უარყოფს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ყოველი უწოდა სერგეი ლავროვის განცხადებას, რომლის მიხედვითაც უკრაინულმა დრონებმა ნოვგოროდის ოლქში პუტინის საცხოვრებელი დაბომბეს. ზელენსკი აცხადებს, რომ აღნიშნული ყალბი ამბავი რუსეთს კიევის სამთავრობო კვარტალზე დაგეგმილი თავდასხმის გამართლებისთვის სჭირდება. ეს მე არ მომწონს. ამის შესახებ დღეს დილით შევიტყვე. იცით ვინ მითხრა? პრეზიდენტმა პუტინმა. თქვა რომ თავს დაესხნენ. ეს კარგი არ არის. არ დაგავიწყდეთ ტომაჰავკები. მე მათი მიწოდება შევაჩერე. ახლა დელიკატური პერიოდია. ერთია შეტევის განხორციელება, მაგრამ სულ სხვა რამაა მის სახლზე თავდასხმა. ახლა ამისთვის სწორი დრო არ არის. ძალიან გაუბრაზდი ამის გამო. შეიძლება თავდასხმა საერთოდ არ მომხდარა. ესეც შესაძლებელია, მაგრამ პრეზიდენტმა პუტინმა დღეს დილით მითხრა რომ მოხდა. მე არ ვენდობი პუტინს, მას არ სურს უკრაინის წარმატება, მას არ სურს, რომ მის წინააღმდეგ სანქციები გაძლიერდეს. ჩვენ საკმაოდ მაღალი საფასური სიცოცხლით გადავიხადეთ. არ შეგვიძლია ჩვენი ტერიტორიები უბრალოდ დავტოვოთ. ეს ჩვენს კანონს ცდება. იქ ხალხი ცხოვრობს და იქ ჩვენი არმიაა. მხოლოდ ერთი მთავარი საკითხია, რომელშიც უთანხმოება გვაქვს, ეს ტერიტორიებია. ეს უთანხმოება ამერიკელებთან კი არა, რუსებთან გვაქვს. ყველას სურს მშვიდობა, თუმცა არა ნებისმიერ ფასად. ტერიტორიებზე უარის თქმის რეფერენდუმი უკრაინისთვის დადებითი არ იქნება. კიევმა და დასავლეთმა უნდა აღიარონ ის ტერიტორიული რეალობა, რომელიც რუსეთის საზღვრების გაფართოების შემდეგ წარმოიშვა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ასევე მისი თქმით მნიშვნელოვანია უკრაინის ნეიტრალური, არაალიანსური და არაბირთვული სტატუსის უზრუნველყოფა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს ქვეყნების სამხედრო ექსპანსია უნდა შეჩერდეს. კიევმა და მისმა დასავლელმა მფარველებმა უნდა აღიარონ ის ახალი ტერიტორიული რეალობები, რომლებიც ყირიმის, სევასტოპოლის, დონეცკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსების ფედერაციასთან შეერთების შემდეგ წარმოიშვა. ჩვენი ფუნდამენტური პოზიცია უცვლელი რჩება, სტრატეგიული ინიციატივა მთლიანად რუსეთის არმიას ეკუთვნის და დასავლეთი ამას ხვდება. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები მიღწეული იქნება. სასურველია მოლაპარაკებების გზით, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში სამხედრო საშუალებებით. დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს მარალაგოს რეზიდენციაში შეხვდა. ამერიკისა და ისრაელის პირველმა პირებმა ღაზას სექტორში არსებულ ვითარებაზე, სირიის ახალ მთავრობასთან ურთიერთობებზე, ირანის გადაიარაღებასა და ლიბანში ჰეზბოლას როლზე ისაუბრეს. შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰამას განიარაღებისთვის ძალიან მცირე დრო ექნება, წინააღმდეგ შემთხვევაში 59 ქვეყანა მზადაა ტერორისტული დაჯგუფება გაანადგუროს. ჰამასზე და განიარაღებაზე დეტალურად ვისაუბრეთ. თუ ისინი არ განიარაღდებიან, როგორც შეთანხმებაშია, მათთვის ეს საშინელი იქნება. მათ ძალიან მოკლება და მიეცემათ იარაღის ჩასაბარებლად და ვნახავთ, როგორ შეასრულებენ შეთანხმებას. გვყავს 59 ქვეყანა, დიდი ქვეყნები, რომლებსაც იქ შესვლა და ჰამასის განადგურება სურთ. მათ ამისთვის ისრაელიც კი არ სჭირდებათ.
პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთი ტრადიცია დაარღვია, რამაც თავდაპირველად ბევრი გაგვაკვირვა, თუმცა დროის განმავლობაში ყველასთვის ნათელი გახდა, ხშირ შემთხვევაში ის სწორი აღმოჩნდა. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენს ტრადიციის შეცვლა, ან ახალი ტრადიციის შექმნა. საუბარია ისრაელის პრემიაზე, რომელიც თითქმის 80 წლიანი ისტორიის განმავლობაში არასოდეს მიგვინიჭებია არა ისრაელელისთვის. წელს კი ეს პრემია პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეცემა. ისრაელისა და ებრაელი ხალხის მიმართ განხორციელებული მისი განსაკუთრებული წვლილისთვის. სამხედრო წვრთნების ფარგლებში ჩინეთმა ტაივანის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ როიტერი ავრცელებს. როგორც მედია წერს, ჩინეთის სამხედრო წვრთნები ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია. წვრთნების მეორე დღეს ჩინეთმა ბომბდამშენებთან და სამხედრო გემებთან ერთად ახალი უნივერსალური სადესანტო ხომალდები განალაგა. ტაივანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთის წვრთნები არ შეესაბამება პასუხისმგებლიანი დიდი სახელმწიფოსგან მოსალოდნელ ქცევას. ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სათხილამურო კურორტზე ზვავმა 3 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ გაავრცელა. ალპინისტების 6-კაციანი ჯგუფი მაშველებმა არაგონის რეგიონში საფრანგეთის საზღვართან იპოვეს. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სტამბოლის მთავარი პროკურატურის ცნობით თურქეთმა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში 100 პირი დააკავა. მედიის ცნობით თურქეთმა ოპერაცია მას შემდეგ ჩაატარა, რაც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში სროლის შედეგად 3 პოლიციელი და 6 მებრძოლი მოკლეს. ამასთან მედიის ინფორმაციით პოლიციამ დაკავებულები ქალაქ იალოვაში 8 საათიანი ალყის შემდეგ აიყვანა. როგორც როიტერი წერს, თურქეთმა წელს ისლამური სახელმწიფოს წევრობაში ეჭვმიტანილი მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაციები გააძლიერა. მემარცხენე ალიანსმა ბრიფინგი გამართა. პარტიაში ისაუბრეს ევროკავშირსა და საქართველოს 2025 წლის ურთიერთობებსა და 2026 წლის პერსპექტივებზე. მემარცხენე ალიანსი ბრიუსელის მოთხოვნებს საქართველოს მიმართ შანტაჟად აფასებს. პარტია ხელისუფლებას კითხვით მიმართავს, ამ ფონზე აპირებენ თუ არა ევროინტეგრაციის შესახებ კონსტიტუციაში 78 მუხლის გადასინჯვას. ეს ის ევროკავშირი აღარ არის, რომელიც 15-20 წლის წინ იყო. თუ ჩვენი ხელისუფლება მართლა აპირებს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაშინ უნდა დათმოს სუვერენიტეტი, უნდა დათმოს თავისუფალი სიტყვა, უნდა გადაცეს ენჯიოკრატიას ხელისუფლება და უნდა გააუქმოს ის კანონები, რომელსაც ევროკავშირის სახელმწიფოები და თვითონ ევროკავშირის ხელისუფლება გთხოვს. თუ არ აპირებს, მაშინ უნდა განაცხადოს კაფიოდ და მოკიბვის გარეშე, რომ ჩვენ ვაუქმებთ 78 მუხლს კონსტიტუციაში, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ერის ინტერესებს. განათლების მინისტრის ხელმძღვანელობით კახეთის რეგიონში კოლეჯ პრესტიჟში სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს ხდომა გაიმართა. გივი მიქანაძემ შეხვედრის მონაწილეებთან ერთად პროფესიული განათლების სფეროში 2025 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შეაჯამა და მომავალი წლის პრიორიტეტები განსაზღვრა. შევაჯამეთ წელი, რომელიც მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე პროფესიულ სასწავლებლებს კომერციული საქმიანობის შესაძლებლობა მიეცათ. ამ მხრივ პარლამენტის ჩართულობა და მხარდაჭერა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ისევე როგორც წელს 28 მილიონ ლარზე მეტი გამოვყავით ბიუჯეტიდან პროფესიული სასწავლებლების ინფრასტრუქტურის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზების უზრუნველსაყოფად. დავისახეთ კონკრეტული გეგმები, რომელიც 2026 წელთან არის დაკავშირებული, რომელიც ეხება გეოგრაფიული არეალის გაზდას, კოლეჯების საქმიანობის დაფარვის თვალსაზრისით და არსებული კოლეჯების შემდგომ გაძლიერებას. განვიხილეთ განვლილი წლის მიღწევები, ასევე გავაანალიზეთ რა გამოწვევებია საომავლო, რა დავგეგმოთ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ 2026 წელი იქნება უფრო სასიკეთო, უფრო განავითარებს ჩვენი გეგმების მიხედვით პროფესიულ განათლებას, რაც მეტ საშუალებას მოგვცემს იმისა, რომ მეტი სტუდენტი და მეტი პროფესიული პროგრამები განვახორციელოთ. ბრძოლა ბრაკონიერობის წინააღმდეგ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უკანონო თევზჭერის აღკვეთის მიზნით ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში პრევენციული ღონისძიებები გაატარეს. ამოღებულია მდინარე მტკვარიდან საბურავებისგან დამზადებული 40 ერთეული თევზმახე. მახეებში გაბმული სხვადასხვა სახეობის დაახლოებით 150 კილოგრამი თევზი დეპარტამენტის თანამშრომლებმა მდინარეში დააბრუნეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ
ბრაკონიერთა ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა, არამედ პრევენცია. სწორედ ამიტომ 24 საათიანი პატრულირების პარალელურად პერიოდულად ვახდენთ პრევენციულ ღონისძიებებს. შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე მტკვრიდან ამოიღეს თევზმახე, ეგრეთ წოდებული ოჩხები. მსგავს ღონისძიებას შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლები მომავალშიც განახორციელებენ. წელს აჯამებს ეროვნული სატყეო სააგენტო უწყების მონაცემებით 2025 წელს გამოვლენილია სამართალდარღვევის 900-მდე ფაქტი. ჩამორთმეული და საქმიან ეზოებში დასაწყობებული ხის მოცულობამ კი 1700-ზე მეტი კუბური მეტრი შეადგინა. ეროვნული სატყეო სააგენტოში განმარტავენ, რომ მიმდინარე წელს ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა და მოსახლეობას უკანონო ქმედების ჩადენისგან თავის შეკავებას ურჩევენ. გამოვლენის სამართალდარღვევებს შორისაა ფაქტები, რომლებიც შეიცავენ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. კანონდარღვევის გამოვლენის მიზნით მონიტორინგს პატრულირებასთან ერთად თანამედროვე ტექნოლოგიებითაც ვახორციელებთ. მიმდინარე წელს ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. მუშაობას ამ მიმართულებით მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ. აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით ზამთრის სეზონზე ფოცხოეწერში მცხოვრები დევნილი მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადის დასაფარად 500 ლარიან ვაუჩერებს მიიღებს. გიორგი ჭინჭარაძე აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად სამეგრელო ზემოსვანეთის რეგიონში მცხოვრებ მოწყვლადი კატეგორიის აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს ესტუმრა. რამდექიშობა ახალი წელი მიულოცა და სახალწლო ნობათები გადასცა. იმყოფებოდი ფოცხოეწერში, სადაც შევხვდი მოსახლეობას. ისინი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში არიან ჩვენი მხრიდან. გადავეცით წინა საახალწლო ნობათი, ასევე თითოეულ ოჯახს 500 ლარიანი ელექტროენერგიის ვაუჩერი და სამომავლოდ აფხაზეთის მთავრობა კიდევ მეტად გააგრძელებს ამ ოჯახების მიმართ ყურადღებას. აფხაზეთის მთავრობისგან ყოველთვის ვგრძნობთ ჩვენ მხარდაჭერას, ჩვენი დევნილი ოჯახები, განსაკუთრებით გაახარეს ჩვენი პატარები, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს და აფხაზეთის მთავრობის თითოეულ თანამშრომელს. განსაკუთრებული მადლობა აფხაზეთის მთავრობას. ძალიან დიდ ყურადღებას იჩენს ჩვენს მიმართ. ძალიან გაახარეს ჩემი ბავშვები დღეს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შობა ახალი წელი მივულოცა ყველას. კურიერის სამზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს 6 საათზე შეხვდებით. მანამდე კი ყველა სიახლეს გაიცანით რუსთავი 2.js-ზე.